გავიდა 3-4 წელი და ჯერ კიდევ არ გაგიწმენდიათ სისტემა, რადიატორები და ფილტრები? ბინის სახლის გათბობის კომფორტი დამოკიდებულია გათბობის სისტემის დროულ მოვლაზე. სისტემაში გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია დაგროვდეს ნადები და ჭუჭყი, რაც უარყოფითად მოქმედებს მუშაობის ეფექტურობაზე. ანუ კარგად ვერ გამოყოფს სითბოს და შესაძლებელია გამოიწვიოს გათბობის სისტემის ექსპლუატაციის ვადის შემცირება. ასეთი შემთხვევები ძირითადად ბრალდება გათბობის ქვაბს ან მონტაჟს. ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. თუ აქამდე კარგად იყო ყველაფერი და ეხლა რადიატორების შესაბამისად არ თბება, ან წყალი კარგად ვერ ცირკულირებს სისტემაში, ასეთი შემთხვევები ძირითადად მიგვანიშნებს სისტემის გამორეცხვის აუცილებლობაზე. გამორეცხვა შეიძლება მოხდეს ქიმიური ხსნარითა და სპეციალური დანადგარით. ასევე ხსნარის გარეშეც მოიხსნას რადიატორი, გამოირეცხოს გამდინარე წყლით. წინასწარ აუცილებელია კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტთან, რომელიც შეგვირჩევს გამორეცხვის მეთოდს. არასწორად შერჩეულმა გამორეცხვის მეთოდმა შესაძლებელია სისტემა გამოიყვანოს წყობრიდან. მადლობა ნდობისთვის, ვიყოთ აქტიურები. ველოდები კითხვებს თქვენთვის საინტერესო თემებზე.